როდესაც პილატემ დაინახა, რომ ვერაფერ შველის არამედ ბუნტიც კი შეიძლება დაიწყოს, აიღო წყალი ხელები დაიბანა მათ წინაშე და თქვა, მართალი ვარ, უბრალო ვარ, ამ მართლის სისხლში. თქვენ იცითო, მიუგო ხალხმა და უთხრა ჩვენზე და ჩვენ შვილებზე იყოს მაგის სისხლიო. მაშინ გაუთავისუფლა ბარაბა, იესო კი გააშოვკინა და გადასარო ჯვარს ესე იგი ეცვათ. ესე იგი ახლა რაშია საქმე? იუდაზე ხო საუბრობთ? იუდა იქ აღარ იყო. იუდამ უკვე თავი ჩამოიხრჩო. იუდამ შეინანა და თავი ჩამოიხრჩო. იუდამ ქრისტეს გამცემმა. ესე იგი წარმოიდგინე რა დონეზე ინანა. იუდა რო იქ ყოფილიყო და თავი არ ჩამოეხრჩო იმ მომენტში, ის ხო არ იყვირებდა რომ ჯვარს ვაცვათ, ხო ხდები რაზად ვიდახი, იმდენად ინანა რომ თავი ჩამოიხრჩო. და შეკითხვა ხო შეიძლება ახლა რომ გვიყვირს ჩვენ რომ ებრაელებს რატო უნდათ მაგალითად ირანის განადგურება? ბიჭო რა შავა ქრისტებს საერთოდ? გარდა იმისა რომ დადიოდა ეხმარებოდა არ დარჩენილა საერთოდ დაავადება. კრუბრბა, მუნჯი, ეშმაკეული, ყველა მოარჩინა, ხო? ხალხს აპურებდა. სიკეთის გარდა ამ ადამიანს რა ქონდა გაკეთებული? რატო გაწირეს სასიკვდილო? ბიჭო, ვერ გაიგებ. სიკვდილი რატო მიუსაჯეს? პილატეს ხო არ მიუჯი, ამათმა მიუსაჯეს. რა საკვირველია, ანტისემიტი ვარ, ძმაო. და ვინც არა ანტისემიტი ვინ რას ქვია, ქრისტიანი რო ვარ, მე არ შეიძლება ანტისემიტი არ ვიყო. იმიტომ ესენი ქრისტეს ჯულის და ბიჭო მეტი რაღა უნდა ეკეთა, განკაცებული ღმერთი სიკვდილით დასა მეტი რა შეიძლებოდა რომ გაეკეთებიათ. აბა როდესაც მე რაღა უნდა ეკეთათ, როდესაც სეცაში აღმავალი რო და როდესაც მე იმას ვერაფერს ვერ უზამდე. და სანამ განკაცებული იყო სიკვდილით დასაჯეს. თანაც ახლა რუისუნესის კრებაში კარგად ვიდა რო გამიგო. იქაც აი ეს ვაიმე ყველაზე დიდი ცოდვა ეს არის არც იცი არა იქ არის ერთი რაღაცა თავი ერება დაყოფილი პირდაპირ წერია რომ შემდეგ გოდის მაშენებელთა თავხედობის გამო ენათა შერევნით და ტომება დაშლით მეოთხეჯერ დასაჯა. თავიდან აღარ დავისყრებ. მეოთხეჯერ დასაჯა მაგას და მოდგმო ის. ცუდი არ არისო, გეხსენოთ ხოლმე რუსულისის კრება ერთადერთი ქართულ ენაზე დაწერილი დიდი ჯულის კანონი, ხო არაფერი ხო დაწერილა ქართულ ენაზე, ხო? ხო უკვე არიან ებრაელებიც ესე იგი. სხვადასხვა ენა. ორი უმთავრესი ცოდვა რაც კი ჩაიდინეს ებრაელებმა ჩაიდინეს, ხო? პირდაპირ წერია, ხოლო კერპთა თაყვანისმცემლის სიბეცე და დამბადებლის ნაცვლად დაბადებულის მსახურება სრულიად განაშორა უცხოყო კაცი შემოქმედი მერცისაგან. შემდეგ უკვე იზრდება სოდომელთა სიცოდვით ღაღადისმა სიბილწით ღაღადისმა ღმერთი აიძულა ხუთქალაქის მხარე ცეცხლით დაეწყო. ეს უკვე უშუალოდ ებრაელებისა. ებრაელები იყო სოდომი გომორი და ებრაელები იყო. როდესაც მოსე რო ავიდა და ათიმსნება რო დაიწერა, ამათ ოქროს კერპი რო შექმნეს და ვიცით რაც მოხდა, რომ ჩამოვიდა და ამტრია ესენი გაიქცა, გაეკიდა, აბლო სხვათა შორის მაშინ ებრაელების მეოთხედი გაწყვიტეს. იმიტომ უთხრა მაშინ მას აიღეთო გენაცვალე ისაო. מחვილებიო, წადითო ძმამ მოკლა ძმა, ნათესავმა მეგობარმა მეგობარიო. 3000-მდე, კაროჩე, თვითონ ებრაელი ამოხოცეს კერპთაყვანისმცემლობის გამო. არის ყოლაიმე ვილოცოთ უფლის მიმართ, ვაი, ის ვილოცოთ. კი, ლოცვას თავისი დროა, გენაცვალე, არა, დიდგორის დროს ილოცეს, მაგრამ ბოლომდე რო ელოცათ, კაი დროს გავატარებდით 1221 წელს, ხო?
ერთი რამე წავიკითხე, ნუ ცუდად გახდები, ბიჭო, ამ ბარაბასზე, ბარაბას